უკვე შემომყავს 2 წელიწადია საქართველოში საშუალოდ 300-400 ავტომობილი და არის 16 თუ 17 Mercedes-ის ავტომობილი იწყობა დღეს ჩინეთში. დაახლოებით იგივე Volkswagen-მა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება ევროპაში და მთლიანად გადავიდა ჩინეთში. და ესე იქნება სხვადასხვა ბრენდები. კიდევ ერთჯერ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ორგანიზატორებს ესეთი კარგი დღისთვის. ერთმანეთი უფრო უნდა გავიცნოთ, უფრო უნდა დაუახლოვდეთ და თუ რაღაცა პატარა პრობლემები იქნება, იმ პრობლემებსაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად დავალაგეთ. დიდი მადლობა. Keti, BMW-s რა ქვია? M4 competition-ი? მოძებნა პატრონი. აუ, ნახეთ რა პატრონი ყავს. მოძებნა პატრონი. აი დღეს, აი ეს არის გამოფენა. ზოგმა არის ის რა არის გამოფენა. 30 წელია მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ და რა ხდება რეალურად ამ გამოფენაზე. აი ამ გამოფენაზე ადამიანებმა ერთმანეთი უნდა გაიცნოს. აი ეს პროდუქცია რაც გაინტერესებს, აქ უნდა ნახო და ამ პროდუქტის ხელმძღვანელები ყველა არიან და პირდაპირ შეიძლება დაუკავშირდე და დაელაპარაკო. ესენი არ არიან ის ხალხი, რომ პირიქით ჩვენაირ ადამიანებს ეძებენ. აი მე დღეს თქვენ ნახეთ აქ ჩემი სტუმრები ჩინეთიდან და როგორი ბიზნესმენები და რა